მე უნდა გამოგვეცვა თელი წყალმოვარდნილობა კანალიზაცია. ეს რაც თვალით არ ჩანს, მაგრამ წყალში ოკანიდან მოდის და სულ სხვა ელფერძეს ჭაობები გაიწოვანენ. ეხლა ამას რომ დავამთავრეთ, მე იგივეს ვაკეთებ ბულვარზე, წინა ზღვის ბულვარზე ძალამას უნდა გაკეთდეს და მე ეს პარკები უნდა მოწესრიგდეს. ხან ერთმა კერძო მაიღო პარკი, ხან მეორემ არაფერი მაგათ არ გამოვიდა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეგეთი. და ერთ სიტყვით მთელი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, თან ეხლა ხო შემოვლით გზას ვაკეთებთ ქობულეთზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მთელი სატრანსპორტო დაკადი, რომელიც ბათუმზე და საზღვარზე მიდის, აუხსნებს გზას ქობულეთზე, იქ ხეობით. და ჯერჯი ხალხი ბეროთ რო ჩქარჩა ბათუმში და სარფში. და მეორე გამარჯვებით. და მეორე ქობულეთი განთავისუფლდა თეატრ ტურიზმისთვის. ის აღარ იქნება, რომ მთელი ხალხი გადავიდა ბათუმში, იმიტომ რომ აქ პრაქტიკულად კომფორტი დარჩა, აი ეს გარეგნული კომფორტი. ნუ ცოტათი წინ წავიდა ძველი დროიდან, მაგრამ ისეთი ნახტომი როგორც ბათუმში იყო, რა თქმა უნდა, აქ არ ყოფილა. ეხლა უკვე მოხდება ნახტომი აქაც. აუცილებლად. ქობულეთს სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ ისეთი კურორტი იქნება, რომელსაც ვიამაყებთ, იმიტომ რომ გამარჯობა. იმიტომ დიდი ნაწილი წაიყვანა ბათუმმა, შარშან ნაწილი წაართვა ტურისტების ანაკლიამაც, და ახლა ამიტომ უნდა სასწრაფოდ დავაწიოთ აქაურობა, რომ თავს გაუჩნდეს მეორე მეტი შემოსავლები აქაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იცით, რომ ომის დროს ჩვენ როგორ ომის დროს, ომის შემდეგ კრედიტები სახელმწიფომ არ უნდა ზღაურა ამ ხალხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს თქო კრედიტები მზაფხულში და ჩაეშალა. ახლა კრედიტების ანაზღაურება კი არ ჭირდება, ჭირდებათ ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომ განვითარდეს და რა თქმა უნდა ფასები უნდა დაწიონ ქვემოთ, იმიტომ რომ ფასები არის იმაზე ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე უნდა იყოს ამ ადგილას. და რაც ნაკლები ფასი იქნება, მით მეტი ხალხი და ამიტომ ამოღება უფრო ექნება, მაგრამ ამას უნდა წამოშება ხალხთან პროდუქტები უნდა გაუიაფრდეთ, ბევრი რაღაცა. ამათ ბრალიც არ არის მარტო. რა თქმა უნდა.